სავანეთი, დილა, კოდა, კუმისი, სწორედ ამ 4 მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიამ საერთო განცხადებით გვამცნო, რომ ორშაბათიდან კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება. ფასის კლება კი მათი მოგების ხარჯზე მოხდება. ანუ პროდუქტის გაიაფებისთვის კომპანიებს საკუთარი შემოსავლის შემცირება მოუწიათ. აქ როგორც ჩანს, გამსაზღვრელი მნიშვნელობა DGG-ს ექნება, მაშინ როდესაც ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია და შესაბამისად გაურკვეველია, რის ხარჯზე შეიძლება შეამცირონ DGG-ს გადასახადი კონკრეტულ პროდუქტებზე. კომპანიები ამბობენ, რომ კობახიძესთან საუბრის შემდეგ მათ DGG-ს შემცირების მოლოდინი მაინც აქვთ. თუმცა თუ ეს არ მოხდება და თუ სხვა ფაქტორებიც თავს იჩენს, მოსალოდნელია, რომ კვერცხის ფასი ისევ გაიზარდოს. ისევ ჩვენი მარჟის მოკლებით და ფაქტურად მარჟის განვლებით ჩვენს გადავდივით შემხედრე დავით. ანუ თქვენი მოგების შემცირების ხარჯზე მცირდება ფასი? ბატონო, მარჟის ფაქტურად მოგამდე დაყვანით გადავდივით ეს დავით. პრემიერთან ვისაუბრებ დიფერენცირებული DGG-ის შესახებ, რომელიც მოქმედებს ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენი მარჟის ხარჯზე, ის ხარჯზე შემცირდება სხვა. ჯერჯერობით და შემდეგ ნახავთ, რა ვიცი მე. ანუ თქვენი მოგება შეამცირეთ იმისთვის, რომ ფასი შეგემცირებინათ. თქო, სხვა ხარჯზე შევამცირებთ. რა იქნება კვერცხის საშუალო ფასი დაანონსებული შემცირების შემდეგ, მაშინ როდესაც იანვარში კვერცხი ისედაც გაძვირდა. ახლა საშუალოდ კვერცხის ფასი 6 ლარია. დეკემბერზე 5.46%-ით მეტი. ანუ მარტივად რომ ავხსნათ, დეკემბრის შემდეგ 25 თეთრით მეტი ღირს 10 კვერცხიანი შეფუთვა და ახლა იაფთება დაახლოებით იგივე თანხით. ანუ უბრუნდება იანვრის გაძვირებამდე არსებულ ფასს. ეკონომისტები განმარტავენ, რომ რეალურად არაფერი იცვლება და მოქალაქეებს კვერცხში იგივე ფასის გადახდა მოუწევთ, რასაც მომხმარებლები დეკემბერში იხდიდნენ. თვითონ საქსტატის მათივე საქსტატის მონაცემები დეკემბრიდან იანვრამდე 5%-ზე მეტით გაძვირდა კვერცხი, ანუ ერთი თვის განმავლობაში და ანუ დაახლოებით რამდენითაც გაძვირდა, იმდენით ახლა ვითომ გაგვიაფებენ და თებერვალში გადავიხდით კვერცხში იგივეს, რასაც ვიხდით დეკემბერში. ეს არ არის თემა, რომლითაც დიდხანს მოატყუებენ მოსახლეობას, იმიტომ რომ ახლა ფასები არის სურსათის მით უმეტეს ისეთი რამ არის, რასაც ყოველდღიურად ვეცნობით. მოჩვენებითი ბრძოლა მაღალი ფასების წინააღმდეგ და პოლიტიკური თამაში. რეალურად რა დგას ფასების შემცირების უკან. ეკონომისტები ყურადღებას ამ კონკრეტულ საკითხებზეც ამახვილებენ და მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც ოცნების პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს გაზრდილი ფასების გამოძიებისკენ მოუწოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა, ბიზნესმენებს გადარჩენისთვის და არსებობისთვის მმართველ პარტიასთან ურთიერთობების დალაგება სჭირდებათ. ამის ფონზე ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ კვერცხის გაიაფების მოდელი ქართულმა ოცნებამ სხვა პროდუქტებზეც გაავრცელოს. ანუ პროდუქტები ჯერ ხელოვნურად გააძვიროს, შემდეგ კი იმისთვის, რომ ესაკუთარ დამსახურებად გაასაღოს, ფასი ისევ გაძვირებამდელ ნიშნულამდე დაიყვანოს. ეს გადაწყვეტილება წარმოებლების არის საყურადღებო იმ მხრივ, რომ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა გქონდეს კარტელური გარიგებები, ანუ არ შეთანხმდნენ წარმოებლები ფასზე და ამით არ დააზარავონ მომხმარებლები, აი ზუსტად ეს მოვლენა არის კარტელური გარიგების ტიპის მოვლენა, როდესაც ყველა მწარმოებელი ერთბაშად თანხმდება ფასის ამ შემთხვევაში შემცირებაზე. პოლიტიკური თამაშის შინაარსი კი არის შემდეგი, რომ აი მე ხელისუფლება, რომელიც ვამბობ, რომ ბიზნესი არის თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს ვამბობ, რომ სოციალური პასუხისმგებლობაც არის მნიშვნელოვანი, თანამშრომლობ რა ბიზნესთან ერთად, ხედავთ, ვახერხებ და ვიღებ რაღაც გარკვეულ შედეგს და ვაიაფებ შესაბამისად ფასებს. კობახიძე დეკემბრის შემდეგ აქტიურ რეჟიმში ხვდება ბიზნესმენებს. მეტიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში მაღალი ფასების შემსწავლელი კომისიაც შექმნა, სადაც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის საკითხებზე იმშელებენ. ამ ყველაფრის ფონზე ეკონომისტები კვერცხის გარდა ფასის მოჩვენებით კლებას სხვა პროდუქციაზეც ელოდებიან.